ჩეხეთში დუკოვანის ატომურ ელექტროსადგურზე ორი ახალი რეაქტორის აშენება იგეგმება, რათა ქვეყნის ბირთვული ენერგიის სიმძლავრე გაიზარდოს. რეაქტორებს სამხრეთკორეული კომპანია ააშენებს და თითოეული მათგანის სიმძლავრე 1000 მეგავატს გადააჭარბებს. ბირთვული ენერგეტიკის გაფართოება, მათ შორის ორი დამატებითი რეაქტორით მიზნად ქვეყნის ენერგოპოტენციალის გაორმაგებას და წიაღისეულ საწოლზე დამოკიდებულების შემცირებას ემსახურება. დუკოვანის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ 2050 წლისთვის ბირთვული ენერგიის წილი ჩეხეთის ელექტროენერგიაში ნახევარს გადააჭარბებს. ჭიროა წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება, მაგალითად ჩავანაცვლებთ გათბობის საშუალებებს, ვინც გათბობისთვის ქვანახშირს იყენებს, ელექტროენერგიის გამოყენებაზე გადავა. ვფიქრობ, რომ ბირთვული ენერგია ჩეხეთის ენერგეტიკის 50-დან 60%-მდე წილს უნდა შეადგენდეს 2050 წლისთვის. მე ვიტყოდი, რომ ეს დაახლოებით 60% იქნება, შესაძლოა ოდნავ მეტიც და განახლებადი წყაროები შეავსებენ დანარჩენ ენერგეტიკულ რესურსებს. Neposlední řadě to, co se odehrává vlastně teďka datová centra. თანამედროვე ენერგეტიკული კავშირის პროგრამის დირექტორი მარტინ სელდაკი ამბობს, რომ ბირთვული ენერგია მომავალში ქვეყნის ენერგეტიკის განუყოფელი ნაწილი იქნება, თუმცა მნიშვნელოვანი როლი აქვს განახლებად ენერგიებსაც. ბირთვული ენერგია ჩეხეთის ენერგეტიკული მიქსის უდიდესი ნაწილია, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბირთვული რეაქტორებიდან, რომლებიც ამჟამად შენდება, ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ მომდევნო ათწლეულის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი, თუკი ყველაფერი კარგად წარიმართება. ჩეხეთი სავარაუდოდ 2030 წლის შემდეგ ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩეხეთის ენერგეტიკაში განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალი სრულად იქნას გამოყენებული. ბოლო წლებში ჩვენ შევძელით მზის ელექტროსადგურების განვითარება ხელახლა დაგვეწყო, თუმცა ქარის ელექტროსადგურების განვითარებაში კვლავ ჩამორჩებით. ჩეხეთი ისევე როგორც სხვა არაერთი ევროპული ქვეყანა ბირთვულ ენერგიას მდგრად გამოსავლად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული ენერგია მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობს, ქვეყნის შიგნით კრიტიკული ხმებიც ისმის. მაგალითად, ორგანიზაცია დედამიწის მეგობრები ამბობს, რომ ბირთვული ენერგია ზედმეტად ძვირია და რომ ამ თანხის გამოყენება ინდუსტრიის გაუმჯობესებისთვის უკეთესად შეიძლება.